არის ერთი კარგი ძენსიბრძნე იმის შესახებ, თუ როგორ მივყავართ გადამეტებულ ძალისხმევას საპირისპირო შედეგამდე. ოსტატთან მივიდა მოსწავლე და ეკითხება. მასწავლებელო, რამდენ შევძლებ ძენის პოვნას? ანუ, შინაგან თავისუფლებას, სიმშვიდეს, გამოღვიძებას, როგორც გინდათ დაარქვით. და მან უპასუხა. თუ ყველაფერს ხარისხიანად გააკეთებ 10 წელიწადში. მოსწავლეს ებევრა და ეუბნება. და მასწავლებელო, თუ ძალიან ვეცდები, მაშინ 20 წელიწადში. მოსწავლემ ჯერ ვერ გაიგო და ჩაეკითხა და თუ კიდევ მეტად ვეცდები, მაშინ 30 წელიწადში. და რაში ახლა ამ სიბრძნის არსი? როდესაც რაღაც ძალიან გვინდა, რეალურად კი ყველას გვინდა კმაყოფილების და ბედნიერების განცდა. რა მიზნებსაც არ უნდა ვისახავდეთ, ძალიან ვიძაბებით ამის გამო. ვებღაუჭებით ამ სურვილს თუ მიზანს და ის კიდევ უფრო მიუღწეველი ხდება. რადგან არსობრივად ძენის არსი მომენტში ყოფნაშია. აქ და ახლა ყოფნაში და როდესაც შეპყრობილი ხარ რაღაც მიზნით, თუნდაც თვითონ იმ ძენის მდგომარეობის განცდით, იგივე ბედნიერების ჩვენნაირი მოკვდავების ენაზე, რომელსაც მომავალში ელოდები, შენ მას კარგავ აწმყოში. აწმყოს გარდა კი რეალურად სხვა არაფერი.